ფაქტიურად 1000 ლარზე დავრჩით 4 სულიანი ოჯახი და აქედან 1500 ლარს მარტო ბანკში ვიხდით. როდის დგება რა ეგ მომენტი? აი ბავშვი რო გეტყვის რომ როდის იწყებ მუშაობა. გამოდის რომ რაღაცნაირი არასტაბილურ ქვეყანაში აღმოჩნდით. იმდენად გაჩერდა ყველაფერი ჩემს ირგვლივ, რომ ბევრი ჩემი მეგობარი ცდილობს უკვე საზღვარგარეთ წასვლას. რისკია დიდი, ან გაამართლებს, ან არ გაამართლებს. ჩემი ქვეყანა პირდაპირ მკლავს მე ამ ხალხის პროევროპელობის და იმის რომ საქართველოსთვის კარგი კურსი უნდა თარიმჯერა, იმიტომ რომ ჩვეულებრივი მონათმფლობელები არიან, უბრალოდ იმათ რუსეთი უნდა დღიათ და ამათ უნდა დღიათ ევროპა. შენ სტატუსი ვნახე, მზადვარ დალაგებაზეც ვიარო. მირჩევნია რომ წავიდე და ვიღაცის ტუალეტი ვხეხო, ოღონდ სერიოზულად ვამბობ ამას. რამდენი უნდა შეაგროვო, რომ ჩამოხვიდე და გიღირდეს ეს ერთი წელი წასვლა. აი რამდენჯერაც ამაზე დავფიქრდი, რომ აი ბავშვები უნდა დავტოვო, შევდიოდი აი ბავშვებს რომ არ დაინახათ საჭირო თაღში და ვტიროდი. მანანა გამოჩნდეს და მიხვდე რომ კი შეიძლება ამ სამსახურში გადაიფიქრებ. დიდი სიამოვნებით რა თქმა უნდა.